მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა მამების გამარტებით. ძველი აღთმა დაბადება თავი 59 და ვიწყებთ პირველი მუხლიდან. მოუხმო იაკობმა შვილებს, გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებშიო. ესე გამარტება წმინდა იოანე ოქროპირის ასეთია, რომ იაკობის მოწოდება შვილები, ესე იგი შეეკრიბათ მისი სურვილია, ხო, გადასცეს ღვთის კურთხევა და ის რა მოხდება, ხო, და წინასწარმეტყველური ხედვა მათი მომავლის შესახებ. მუხლი მეორე. თავი მოიყარეთ, ისრაელს მამა თქვენს უსმინეთ. ანუ ეფრემ ასური ამბობს, რომ იაკობის მოწოდება ხაზს უსვამს მის როგორც პატრიარქის ავტორიტეტს, ხო, რომელიც ღვთის ნებით აკურთხებს თავის შვილებს, ხო, ჩვენ ვიცით, რომ ეს თითი უდიდესი პატრიარქი იყო, ხო, აბრაამი, ისააკი, იაკობი, მოსე, ნოე, რომელიც ესე იგი პირდაპირ, ესაუბრებოდათ ღმერთს, ხო? შემდეგი რეუბენ, რუბენ, ხო? პირმშო ხარ ჩემი, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე. იაკობი აღიარებს, ესე იგი რეუბენის როგორც პირმშოს ძალას, მაგრამ მისი ცოდვა, მამის ნარკვევთან ურთიერთობა ხელს უშლის მის უპირატესობას და ესე იგი რაც ღვთის ესე იგი სამართლიანობას ასახავს. შემდეგი სიმონ და ლევი წყეულიმც იყოს მათი რისხვა. ნახეთ, წმინდა ავგუსტინე გამარტავს, რომ იაკობის წყევლა სიმონისა და ლევის მიმართ მათი სისასტიკის შექემის ამბავის გამო, ესე იგი ღვთის მიერ მათი გაფანტვის წინასწარმეტყველებაა, ხო, თუმცა ლევის შთამომავლები, მეგობრებო, მოგვიანებით მღვდლებად აერჩევიან, ხო, ლევიტელები, ჩვენ ვიცით ამას ნახავთ შემდეგ. აგრძელებს შემდეგ. იუდა გადიდებენ ძმები, ლომის ბოკვერია იუდა. ბასილი დიდი გამარტავს, რომ იაკობის კურთხევა, მეგობრებო, ესე იგი იუდას მიმართ მის მეფურ ხასა და მესიის მომავალ წარმოშობს, ხო, მისი ფლობელი წინასწარმეტყველებს, რაც ღვთის განგების მთავარი ნაწილია და აქვე მინდა გითხრათ, რომ იუდასგან წარმოიშვება იუდეველი, ესე იგი და ასევე იუდასგან წარმოიშვება, ესე იგი დავით მეფე და ჩვენი განკაცებული უფალი იესო ქრისტე, ხო, ანუ შემდეგი ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებსო. ანუ ამბროსი მედიოლანელი ამბობს, რომ ზაბულონისთვის ზღვის პირა მდებარეობს მინიჭება, ანუ ზღვის პირა მდებარეობის მინიჭებაა, ხო, ხოლო მისი შთამომავლების სავაჭრო და საზღვაო საქმიანობის ასახავს, რაც ღვთის გეგმის ნაწილია. შემდეგ ისაქარი ძვალს მსხვილი ვირი. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ისაქარის შრომის მოყვარეობაა და მიწის, ესე იგი სიყვარული მისი ტომის მომავალ სოფლის მეურნეობასა და მშვიდ ცხოვრებას წინასწარმეტყველებს. შემდეგ დანი მსაჯული გველი იქნება. კირილი ალექსანდრიელი, მეგობრებო, გამარტავს, რომ ესე იგი დანის როგორც მსაჯულისა და გველის აღწერა, ანუ მისი ტომის სამართლიანობისა და სიფრთხილის მახასიათებლებს ასახავს, რაც ღვთის განგებით ხდება. შემდეგ შეგახსენებთ, ჩვენ ეს არის დაბადება, ძველი აღთმა, წიგნი დაბადება 59 თავი და 18 მუხლიდან მაგზელებ. შენგან მოველი ხსნას უფალო. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ იაკობის მოწოდება ღვთის ხსნისაკენ მისი ღრმარწმენისა და ღვთის წყალობაზე დამოკიდებულების მოვლინებაა, ხო, გამოვლინებაა. შემდეგ 19 მუხლი. გადს
მოადგებიან ურდოები. ეფრემასური გადის ესე გადის ტომის მებრძოლი ბუნება და მისი მტრებზე გამარჯვება ღვთის მფარველობის ქვეშაა მეგობრებო. შემდეგ აგრძელებს აშერისგან პური ნოყიერი. ესე იგი აშერის კურთხევა მისი ტომის სიმდიდრესა და ნაყოფიერ მიწას უკავშირდება, რაც ღვთის უხვი წყალობის ნაწილია. შემდეგი ნაფთალი ფეხმართი ირემი, ხო? წმინდა ევგუსტინე ამბობს, ნაფთალი როგორც ფეხმართი, ესე იგი ფეხმარდი ირემი, ან თავისუფლებისა და სილაღეს განასახიერებს, რაც მისი ტომის სწრაფვასა და სასიამოვნოს სიტყვებს ასახავს. ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნახეთ, გამარტება ასეთია მეგობრებო ბასილი დიდის, რომ იოსების კურთხევა როგორც ნაყოფიერი ნერგი მისი ღვთისგან მფარველობისა და განსაკუთრებული დანიშნულების აღიარებაა, რაც მისი ტომების ეფრემი და მენაშე დიდების წინასწარმეტყველებს. ბენიამინი მგელია მტაცებელი. ამბროსი მედილონელი ამბობს, რომ ბენიამინის როგორც მგლის, ესე იგი მგლის აღწერა ხო მისი ტომის მეომრულ და ძლიერ ბუნებას ასახავს, რაც ღვთის განგებით ხდება. შემდეგ 22 მუხლი. ყველა ესენი ისრაელის 12 შტოა. და აქედან წარმოიშვება მეგობრებო მთელი ესე იგი ებრაელი ხალხი ისრაელის ტომი. შემდეგ ესე იგი თელ იერუსალიმში და ესე იგი აღთმულ მიწაზე შევლენ ჩვენ ამას ღვთის შეწევნით, ღმერთო მშვიდობა ქნას და ღვთის დახმარებით გავაგრძელებთ. ხო, ესე კიდევ ერთხელ ნახეთ, ანუ ყველა ესენი ისრაელის ყველა ესენი ისრაელის 12 შტოა, 12. წმინდა გრიგოლის ნოსელი ამბობს, ხო, იაკობის კურთხევა თითოეული შვილისთვის ისრაელის 12 ტომის საფუძვლის ჩაყრა მეგობრებო. რაც ღვთის აღთმის აღსრულების ემსახურება. უანდერძა დამმარხეთ ჩემი მამა პაპის გვერდით. წმინდა კირილე ალექსანდრიელი გამარტავს მეგობრებო ამას, რომ იაკობის ანდერძი რომ ესე იგი დამარხონ მახფელას, ხო, მახფელას ღვიმეში მის რწმენასა და აღთმულ მიწასთან კავშირს გამოხატავს. რაც ღვთის გეგმის ნაწილია, ხო? და ბოლო მუხლი, ეს არის 33 მუხლი, მეგობრებო, გასრულა იაკობმა ანდერძი, აღესრულა და შეერთო თავის ერს. წმინდა იოანე ოქროპირის გამარტება ასეთია, რომ ესე იგი იაკობის გარდაცვალება, ხო, ეს სიკვდილი და თავის ერთან, ხო, ერთან შეერთება მისი ცხოვრების ღვთის ნებით დასრულებასა და მარადიულ დასვენებას ასახავს. ნუ აქვე მინდა გითხრათ, ჩვენ ვიცით, რომ ძველი აღთმისეული, ესე ვთქვათ, ძველ აღთმაში ყველა ადამიანი ვიც კი გარდაეცვლებოდა, ისინი ჩადიოდნენ ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ ესე იგი მაშინ ჯერ კიდევ განდევნა ღმერთმა ადამი დაევა და ამიტომ ესე იგი საჭირო გახდა, რომ განკაცებულიყო, მოსულიყო მესია, რომელიც აიღო ჩვენი ცოდვები და ესე იგი თავისი მარტივიანით, რომ ვთქვა, თავისი სიკვდილით ჯვარს ეცვა და თავის სიკვდილი მოკლა ჯვარზე და აქედან ესე იგი შემდეგ თავი დაჯოჯოხეთში და აღმოიყვანა სწორად ის ყველა მართალის სულები, მათ შორის ესე იგი ყველა ეს პატრიარქები. ყველა ვის მისმენდით უფალმა ღმერთმა შეგიწიროთ, აუცილებლად გააგრძელეთ მოსმენა, გააზიარეთ ეს ვიდეო, ესე იგი მოიწონეთ, თხოვნა არის, ესე იგი თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ და აუცილებლად გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვისაც არ აქვს გამოწერილი, რადგან ესე იგი თქვენთვის ერთი დაკლიკება არის და ჩვენთვის არის უდიდესი мотиваცია და ასევე თქვენს ესე იგი შეიტანეთ თქვენი წვლილი
ღვთისნების და ამ წმინდა წერილის გავრცელებაში. ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა დაგლოცოთ. გავაგზავნებთ ღვთისშეწევნით შემდეგ თავს.